ესე იგი fresh მარწყვია და შეხედა უბრალოდ რა ლამაზია. კაი, მადლობა. ანუ ეს რა ნახინია? მარწყვის cheesecake. Okay. Okay. Zači ვატარეთ უკვე მიოს მარწყვის cheesecakes და ამ მარტვინს რომელიც ჩვენს უფრო კარგია. ესე იგი ეს ვიყიდეთ ევროპოდში და ეს ვიყიდეთ New Gelato-ში, რომელიც არის ქუთაისში ნაყინების მაღაზია. ესე იგი დავიწყოთ გასინჯვა. სამ დაიწყე გასინჯვა, თუ მოგინდა მარწყვის ნაყინი დააგემოვნოთ. და არის ის როგორ მოიქცეთ, გვაქვს ორი ვარიანტი, ვიყიდოთ New Gelato-ში, ან წავიდეთ და ვიყიდოთ ნებისმიერ სხვა მაღაზიაში. ესე იგი, არ დამეწუწა. ეგ ის ორი ვარიანტი როგორც რა სამყაროში ყველაფერი ან კარტოფილი ან არა კარტოფილი, ანუ რატო გამოყავ New Gelato ეგრე ძენ. Anyway, გასინჯოთ. ნე. ყველაზე გემრიელი ვიღაც ამ თუ სამყაროში. ეს გებია. დანაირა. სპირალური ფორმატი. ეგ მაგარია. ეს მარწყვი ჯემი აქვს. ოია. რომელიც ანუ ნაყინშია მერე. გემრიელია. აია, გამერია. გამჯერა გამწევია. ვიდეოში ლაიკი რა გამო. მე და ნიკავ კომენტობთ იმაზე. რომ გინდა თუ არა, ეს ნაყინი, რომელიც New Gelato-ში იყიდება, გაზიარებით უფრო გემრიელია. ვიდრე ჩვეულებრივი მაღაზიაში ნაყინი. მე ვამბობ, უფრო გემრიელი იქნება, სწორი ფორმა რო ქონდეს. მაგრამ ბანძი ფორმა, იმიტომ რომ ბოლოს ყოველთვის არის დაგდებული ზედვაფზე. და ამას დასაწყისში სპირალურად ლამაზად ქონა ფორმა და რადგან სპირალური ფორმა ქონდა, ხან ვანილი მოდიოდა, ხან მარწყვი, ხან ვანილი, ხან მარწყვი, ამიტომ ერთ ენას რო აუსმევდი, ნაწილ ენაზე გვხვდებოდა უფრო ტკბილი ნაწილზე ნაკლებად ტკბილი და ეგ ვარიაციას გაძლევდა და მაგარი გამოცდილება იყო. და ეს კანდა რა? მიუხედავად იმისა, რომ ამისი მარწყვი უფრო გემრიელია ვიდრე ამისი მარწყვი, ეს სწორად იყენებს მარწყვს. ეს ძალიან სწორად იყენებს მარწყვს. ისე სწორად აქ გამოყენებული დღეს მეორე ჭამ. ხო. მოკლედ აი რას მაღაზიაში ნაყინს კაი და მიოს ნაყინს კაი. გემოვნების ამბავია, მაგრამ მე ეს მიჩვენია. მეშ. გემოვნების ამბავია. გემრიელია. ეს გასინჯერა. ჩემო ფლიფოდი ხო? ქაში და შოკოლადი. From Superior. I mean my ice cream. And myself.